რეკლამამ გაიარა, მაგძელებ დისკუსიას. მოკლედ, კაია კალასი გამოხატავს, რა თქმა უნდა, ევროდეგენერატ ჩინოვნიკების ტიპიური ევროდეგენერატ ჩინოვნიკია რა და რუსეთის არმიაზე რო თქვა, რომ აი შემცირდესო. რა მეთოდებით იბრძვიან ესეთი ადამიანები ეროვნული ხელისუფლებების წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით ორბანს არ აქვს კარგად არც ფიცოს საქმე და რას უპირებენ მათ და როგორ ებრძვიან. საქართველოში რომ გავაკეთოთ ექსტრაპოლაცია საქართველოზე. კაია კალასის გეგმები რომ არის ეს მიტინგები და მგიჟების გარეთ გამოსვლა, კაია კალასის მაგვარი ადამიანების დაგეგმილია რომ ჩვენ ხედავთ ამას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი, ამაზეც მინდა ვისაუბროთ, ბიძინა ივანიშვილის მიუხედავად მრავალჯერადი არაერთგზის მოგებებისა, ისეთ მართლმსაჯულებაში, რომელშიც ეჭვი ნაკლებად აქვს, სოფლიოს თითქმის არ აქვს, ინგლისის მართლმსაჯულებას გულისხმობ, ბრიტანეთის, ეს არის ფულის არ მიცემა. და შეგახსენებთ, რომ ერთ მიდიოткам ისიც თქვა, რომ დაიწყოს ომი და ან გადადგეს და მიცემენ ფულს ჩვენ ქართულმა მიდიოткам. იმას მაგას არავინ არ ეკითხება. მაგას არა, მაგას არ ეკითხება, მაგრამ იცის კაცო. არა იცის ზუსტად. ანუ თუ ისინი სახეს ინარჩუნებენ და უნდა თქვა, რომ არანაირი ამერიკისაც სპეციალურად გამოვიდა, რომ ამერიკას არანაირი კავშირი არ აქვს დავასთან. თქვა ერთი ორჯერ. რასაც ბიზნეს იმაშვილი აწარმოებს თაღლითებთან. ისინი თაღლითები არა. დაემთხოვრო თუ არ ვაძლევთ რა. შეხედა. რომ რა, ანუ როგორ არის რომ ჩვენ ინგლისის სასამართლოს ფეხებზე ვკიდია, კაცო, ეგრე სად არის? ხო, ანუ ეს კატასტროფა ევროპის სირცხვილი. და ასევე სხვა მეთოდებიც არსებობს, ხო, მაგალითად ბაიდენმა თუ გახსოვთ მეგობრებო, რომ ჩვენი პრემიერი რო დაპატიჟა და ბოლოს რო აი ჩატეხა რა. ახლა ხა ესეც ამას ჩვენ კარგად უპასუხეთ, როცა ელჩები არ დაპატიჟათ პირველ სტომას და სწორედაც ვქენით, კი ბატონო. ხო და ბევრი მეთოდის მოგონება შეიძლება თვითონ ელჩების ვიზიტები აქციებზე, აი გერმანიის ყოვლა დამაზრზენი ელჩის აქციები, უბრალოდ ეს შეურაცხადია. ფინეთის ის რო იყო კიდე 20 იმათ მეუმრად რომ მივიდა, ქუჩა გადაკეტა და არ მიიღო მერე პრემიერმა და რა პრობლემა არ უნდა მიიღო. ხო და ამაზე რომ არ წაშფოთდნენ მე მგონი. ერთ-ერთი რაღაცა რიგითი ეპიზოდი იყო მათ ცხოვრებაში. ხო, გამოჩნდა. მოკლედ, აი ესეთი მეთოდები. აი ამ მეთოდებზე დეგრადირებაზე უნდა ვიფიქროთ. ანუ სავაჭრო ბლოკადა მე მგონი არ გამოსდით. ადრე რასაკეთებდა ინგლისი და სხვა ქვეყნები. იმ ქვეყანას რომელსაც ებრძოდა თუნდაც ცივი ომის ფარგლებში სავაჭრო ბლოკადას უცხადებდა და მე მგონი ჩვენ მაშინ თვითონ აწარმოებდნენ ყველაფერს და ახლა ჩინეთი აწარმოებს. ხო და არა, გარდა ამისა ევრაზიის არანაირი დაკავშირებულია უფრო. ანუ ენერგო მატარებლებს ვერ შეგვიზღუდავს. პურს საჭმელს პროდუქტს ვერ შეგვიზღუდავს. შეკითხვა რატომ შეგვიზღუდოს? რომ აქ გამოიწვიოს არა, ხომ არა ეგ არა. აქ რომ გამოიწვიოს ბუნტი. ვიზები აქვთ, ვიზები. მაგრამ იმასაც ვლებიან რომ ვიზების გაუქმება არ გამოიწვევს და პირიქით შეიძლება ბრაზი გავრცელდეს. ეჭვი არ შეგეპაროს მაგათ როგორც რომ ზუსტად იცოდნენ რა. დამთავრდება ევროკავშირი. ეგრევე ხო და რატო არ აუქმებენ რუსეთის აქტივებს? რა ხა ესე შეინიათ რუსეთის თუ სამდენამე გაუბედეს რუსეთის აქტივებს რამდენ 300 მილიარდია ხო ლაპარაკი როგორც კი გაუქმებენ ჯერ ესეთ რუსეთი წაართმევს მაგათ ყველა აქტივს რომელიც იქ არის და მე ფულს არავინ არ ჩადებს მაგ ერთწლიანი ბიუჯეტი არის ევროკავშირის ფულს არ ჩადებს მაგ არავინ ეს ანდორა იწი ხო და აი ამ თემაზე რო ვისაუბროთ შაუ მოდი ჯერ დავიწყოთ იმით რა რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც ჩვენ გავიგეთ 2022 წელს მერე რომ დასავლეთი არის ქაღალდის ვეფხვი მას არაფერი არ შეუძლია. აშკარად. ანუ ეს არის ძალიან დიდი აღმოჩენა, რომელიც ჩვენ არც ველოდით ამ აღმოჩენის გაკეთებას. ანუ ჩვენ გავაკეთეთ აღმოჩენა, რომ ევროკავშირი როგორც წარმოადგენს საკუთარ თავს და ევროკავშირი როგორც წარმოუდგენია აქაურ გიჟების უმრავლესობას, ეს აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ანუ ეს იყო ხალხი, რომელთაც ძალაუფლება დამყარებული იყო მოლოდინზე, რომ რაღაცა შეეძლოთ, რომ მივიდოდა ევროკავშირის ელჩი გიჟების შეკრებაზე და გამოჩნდებოდა საქართველოს მთავრობა ჩავარდებოდა პანიკაში, ატირებული წავიდა და ვაიმე ეს რა დამემართავდა, როცა აღმოჩნდა რომ ეს არ მუშაობს ეს მეთოდი აღმოჩნდა რომ სხვა იარაღი არ აქვს. ანუ მოდი თქვათ რა რომ დასავლეთმა ძალიან დიდხნიანი ასე ვთქვათ წინასწარ ჩაფიქრებულად თუ
ჩაფიქრების გარეშე მოიგონა ძალიან გენიალური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება არის საქართველოში ხალხი, რომელსაც პირდაპირ აფინანსებს დასავლეთი. და აფინანსებს, იმიტომ რომ მათ გაატარონ საკუთარი პოლიტიკა. შესაბამისად, მათ ყავდათ ჩვენ ქვეყანაში, რავი, მეხუთე კოლონა, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, მზად, რომ მათი ინტერესები გაეტარა. უბრალოდ აქ ძალიან ბევრი პრობლემა აღმოჩნდა. პირველი გაიყვან თავად დასავლეთი. დასავლეთს აღარ აქვს სწორი პოლიტიკა. იქ პლუს ამას არის ბიუროკრატია, რომელიც არაფექტორია და არის კიდევ ერთი მომენტი. ეს წმინდა ქართული момენტია. აკაური NGO სექტორიც გაირყვა, რომელიც იყო აბსოლუტურად თავარი არის აბსოლუტურად დასავლეთი. იგი მაგრამ შაულ ახლა ეგზისტენციური საფრთხე დაემუქრა. იმიტომ რომ უკონტროლო მიგრაცია, ღმერთის და ქრისტიანობის და რწმენის მორალური საფუძვლების უარყოფა, არა მარტო, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დაშორდა ამას. მერე უარის თქმა იაპ ენერგომატარებლებზე დედა ეტირა პრაქტიკულად რა. შალა, პლუს ამას მაგათ აქვს სერიოზული პრობლემა, ძალიან ბევრი მიმართებაში, მაგრამ შეხედე რა, რომ ადრე მათ შეეძლოთ შემოქმედება. ეხლა შეუძლია. პლუს ამას ერთ დავამატებდი, რომ საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთმა მიხვდა ერთ დეტალს, რომ ჩვენს კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის პრინციპი. ანუ რაც გულისხმობს, რომ ჩვენ როდესაც გვეხებიან არა მართლად, ჩვენ ამას ვპასუხობთ ისე როგორც ვპასუხობთ. წარმართულ პერიოდში ზოგადად დაპირისპირებები აღიქმებოდა როგორც ღმერთების დაპირისპირება, მაგრამ ტროას ომი აიღო ღმერთებს შორის დაპირისპირება ადამიანის განავითარება. რომელ გამოიწვიეს ეს? ჩვენ გვახსოვს ეს ილიადადან რომ ღმერთები უშუალოდ ხანდახან ერეოდნენ ამ ომში და პრინციპში ღმერთების გაჩაღებული ომი იყო. საქმე ის არის რომ თვითონ წარმართული მას შორის გნოსტიციზმში არსებობს ტერმინი, ესე იგი იდიოტი ღმერთის ტერმინი რა. როდესაც ევროკავშირში აი ეს იდიოტი ღმერთის პირდაპირ გაგებით რა, კალასას და კიდე სხვების ისინი ხო? ეს რა არის? აი აბსოლუტურად შეშლი იდიოტური რაღაცა წარმოდგენების ერთობა, ხო? როდესაც იდიოტი ღმერთი მართავს ამას რა, რეალურად რა, სიგიჟე როდესაც მართავს რა, იმას შეუძლებელია დიდი ხანი რაღაცა წარმატებას მიაღწევს. იმას აქვს რაღაცა პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ხანი ის ყოველთვის მარცხდება, სხვა ზევსთან მარცხდება და სხვა ისეთ ღმერთებთან ყოველთვის დამარცხდება. წესრიგის ღმერთთან ყოველთვის დამარცხდება. იმის თქმა მინდა რომ მე ეს არ არის, ეს თანამედროვე ლიბერალიზმი არ არის ისტორიიდან ამოვარდანი. ჩვენ შუა საუკუნეებში იყო უამრავი სექტა, მაგალითად შიშვლები დადიოდნენ, აღარ მახსოვს ამ სექტას. კატარები იყო კიდე სხვა სექტები იყო. კატარები არ იყო თლა მოსასწრო, მაგრამ პრობლემური იყო. შემოესწროთ. არა, ეგ პრობლემური იყო საფრანგეთის სამეფო. ყოველთვის ესეთი აფეთქებები, ესეთი მოვლენები არის ხოლმე. ევროპაში ახლა თავარი მომენტი რა არის რა, რომ პოლიტიკოსი არ არსებობს. ანუ ისეთ კონტინენტში, რომელიც სავსე იყო რაღაცა შესაძლებელი. ინგლისში ხო არის რო არის, რა ქვია. ვინ არის ახლა ინგლისში კონსერვატორების უფროსი? ფარაჯი. არა, ვერა გაჩავს. საარჩევნო სისტემის ვერაფერს ვერც ერთი ეს ადამიანი არაზრუნოს ჯერეს პოლიტიკურად. აი, აბსოლუტურად ბიუროკრატები არიან, სწორედ თქვა ნიკა ქაღალდის ვეფხვები, ხო? ბიუროკრატად შეუულია, ეს შეუულია ქაღალდის ვეფხვები. ხედვა არა აქვს მარტო. და ერთი და იგივე რაღაცას იმეორებენ, ანუ ალბათ ის დაფინანსება ერთი და იგივე რაღაცის, ერთი და იგივე ბიუროკრატიის სისტემაზე გადაწყობა ხო ის ბიუროკრატს ყოველთვის უჭერს. და რუსეთმა უნდა შეამციროს არმია. ანუ აი ეს როგორ უნდა მოგივიდეს თავში, აი ამერიკელებს არ მოსდით ეგ თავი. მე მესმის, აი როდის შეუცირდეს არმია გეტყვი ევროპელებმა, რუსეთს. ყირიმის ომის შემდეგ წააგო ის ომი. სევასტოპოლი აიღეს. თუ შენ გინდა რომ შეუმცირო არმია. მოუგე. მაშინ და ომი მოუგო. სხვადასხვა არ ხდება ეს შემცირება. ეგ არის ზუსტად მორალიზმია, რომ ერთამს ვამბობ, რომ 300 გუშინ იყო 365 დღე სიდებილის, რასაც ქართული ოპოზიცია. 365 დღის განმავლობაში შემდეგი არ მოიტანა რაღაცა. ხო, 366 დღეს ხარ უკვე გამოყალიბებული დებით. თუ გუშინ იყო ეს ისწავლის. ხო. დღეს არის აქცია, ხო? თუ გუშინ იყო. გუშინ იყო 365 დღე. გავშტ. მან თავარი ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რა, რომ გავითვალისწინოთ. ეხლა ტრამპის შეთანხმებაც არის
გზის გაკეთება ხო იმაზე ალასკა რუსეთი რატომ აკეთებს ხო უნდა დასვა ვიღაცება შეგიტყვა თუ ესეთი კონფლიქტში არიან და რატომ აკეთებს მილიარდებს რატო ხარჯავს ამ გზაზე ის უნდა გვირა ხო აქ თავარი მომენტი ის არის რომ ყველა ხვდება რომ ამ კონფიგურაციაში ამერიკა რჩება ორ ძლიერ ზესახელმწიფოსთან ჩინეთთან და რუსეთის წინააღმდეგ. კი პირველი ამერიკა იქნება, მაგრამ შემდეგი ორი აჯობებს მას. არ იქნება მისი მოწინააღმდეგე. დააჯობებს ჯამს. ეხლა ლოგიკა რა არის და ეგ რაღაცა არავის არ უნდა გაუკვირდეს რა რომ მთელი ამერიკის ლოგიკა იქნება ამისგან მიმართული რომ რუსეთი გადმოიყვანოს საკუთარ მხარეს და ეს გზას მაგასთან დაკავშირებული. განეიტრალოს თქო. მაგრამ ნუ ეს ვერ გადაიყვანს ძალიან მეეჭვება მით უმეტეს იმ იცი რა შეუშლის ხელს? რუსეთი და ჩინეთი არის იმპერიები და 20 და 30 წელი მართავენ. და პუტინმა რო დასვა შეკითხვა, კაი, მოდი გელაპარაკები და ზეგრო ის მოვიდეს იმე გიჟი ხორები ხო დემოკრატი რომ მოვიდეს მე რა ვქნათ ხო ანუ სტაბილურობის გარანტია არ არის არა ანუ მეფეს მეორე მეფის 4 წლით არჩეული ადამიანი მაგიტო უნდა მეფობა ზუსტად რომ აი კიდე გამო მე უფრო იმას გავამახვილებდი ყურადღებას აი ამ კლიანში და პროდუქტი იყო და ეკონომიკაზე საუბარი და მე ცხადია ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მაგრამ მე ამ რედუქციონისტულ ხედვას ვეწინააღმდეგები, რომ მხოლოდ აი კლიანში და პროდუქტით განისაზღვროს რაღაცა, იმიტომ რომ შეიძლება პირობითად ქვეყანას კონდეს X კლიანში და პროდუქტი და მეორე ქვეყანას კონდეს 3x ჯერ მეტი, მაგრამ ამ მცირე ქვეყანამ მეტი პოლიტიკური გამძლეობა და მედეგობა აჩვენოს, ვიდრე ამ ვისაც აქვს სიმდიდრე. და ეს ახლა აბსტრაქციიდან რეალობაში რომ შევიტანოთ, ზუსტად ეს მოხდა საქართველოს და ევროკავშირის შემთხვევაში, ხო? საქართველოს რომ კლიანში და პროდუქტი ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებისას, რეალურად პოლიტიკური სუვერენიტეტს უფრო მეტ სპლოს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი. მოდი ეს როგორც რბილად ვიტყვი. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან მიბნული, ეს სწორედ იმ საერთო გლობალურ ომის პარტიას, რასაც ვეძახით, იმ deep state-ზე, რომელიც აი მართლა ამ ევროკავშირის ხელით რაღაც ისეთებს აიძულებს. მაგალითად, ეხლა რიგით პირობითად ესპანელს ან გერმანელს საერთოდ არ უნდა რომ მილიარდობით ევრო მიიმართებოდეს უკრაინაში, იმიტომ რომ უნდა თავის ქვეყანაში აი განათლება ეს X Y რაღაცები უნდა. მაგრამ რადგან ესენი არიან რაღაც ამ ევროკავშირის ამ ბიუროკრატიით მართულები, ის უკვე მოწყვეტილია ამ სისტემაზე და პოლიტიკური სუვერენიტეტი დაკარგულია და ჩვენ რადგან არ ვართ ამ ევროკავშირში ხო სუვერენიტეტის მეტრი დოზა გვაქვს რაღაცეებში მე ხარ არ ვამბობ შეიძლება ყველაფერში რადგან გაბარიტებით პატარა ვართ მაგრამ როგორც მინიმუმ იმაში რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია და ქართულ ხალხს შეგვიძლია ვთქვათ აი ყოველგვარი ტაბუების გარეშე ვილაპარაკოთ უკრაინა-რუსეთის ომზე ვთქვათ რომ კი ეს აგრესია იყო რომელ სანქციებსაც გვინდა იმას შეუერთდეთ ხო საქართველოს ამ ზოგად სანქციებს შეუერთდა, მაგრამ ინდივიდუალური სანქციები არ დაუწესა რა. ანუ ლავირების პოლიტიკაა ხო რეალ სუვერენიტეტი რა არის, რომ რაღაცა ერთი მესეჯ ბოქსით კი არ იმართება, არამედ რაღაცა საერთო ლავირების პოლიტიკა და რეალურად აი ეს პოლიტიკური სუვერენიტეტი ხშირად აი ამ ეკონომიკურ მდგენელზე მაღლად გასხმობს. ერთ დავამტეთ შეიძლება რა, აი ისტორიაში ზოგადად აი როდესაც აძარებენ რუსეთს ევროპას და ასე შემდეგ. არ უმრავლეს კი არა ძალიან ბევრ შემთხვევაში მდიდარი და კეთილდღეობა მარცხდება სიღარიბესთან მაგალითად რომის იმპერია 1000 ჯერ მდიდარი იყო ვიდრე ყველა ბარბაროსი კეთილდღეობის თვალსაზრისით სიმდიდრის თვალსაზრისით გაცილებით მდიდარი იყო მაგრამ ინფილტრაცია მოხდა მათი და თვითონ დაამხეს მონღოლები გაცილებით ღარიბები იყვნენ ვიდრე ჩინელები მაგალითად ისინი რა ქვია ნაპოლეონის რო იმუქრება ახლა ნაპოლეონმა საკუთარი ჯარი იტალიაში გადაიყვანა იმ მოტივით რომ ეხლა გაგამდიდრებთ. ეს არ იყო დამშიებული ხალხი. ეხლა ფრანგი რომელიც საფრანგეთის სოციალურ იმაზე ზის და იმაზე არ არის ის ფრანგი რომელიც იყო ნაპოლეონის დროს რა. არა ის დამშიებული ადამიანი. ეს თამრო აღარ არის. ასე მუშაობა არ უნდა იმათ, იმიტომ რომ სოციალური შემოსავლები იმდენი აქვს რომ არ მუშაობენ და ეხლა ის ემიგრანტებს. საომრად როგორ არა იქაც აღთან რაღაცა არა ხო რა თქმა უნდა. საომრად როგორ წავა? საომრად საწავა კაცო. შვენიერი თემით დაიწყე შავა. ანუ მაგალითად ბიძინა ივანიშვილის და ეს სასამართლოს კრედიტ სუისის ბანკის кейსთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი დავა და кейსი ნამდვილად არ არის რა. ეს რაღაცას
გიჟები რო გაიძახიან ომი რო დავიწყეთო 2008 წელს რუსეთს ნიღაბი ჩამოვხატეთო 20% ტერიტორიების დაკარგეს და ამდენი ხალხი გაჟუჟეს და მოკლედ ქვეყანა დააქციეს იმის გამო რომ ნიღაბი ჩამოვხატეთო და აგერ ერთმა კაცმა თავისი სასამართლო თავებით თავისი სიმართლით ზუსტად ნიღაბი ჩამოხატა და გააშიშლა ჩვენ მოგცა საშუალება მოდი გავაკეთოთ ფაქტებიდან გამომდინარე ანალიზი მარტივი ძალიან მარტივი ანალიზი ანუ ჩვენ მოდი იქიდან დავიწყოთ რუსეთს რომ ერჩიან რა თქმა უნდა მეც მაგის ილუზია არ მაქვს მაგრამ მოდი ფაქტებით ვაპარაკოთ რა თითქმის ყოველ თვე რუსეთი ხოშტარიების დეიდაშვილის გარდაცვლილი დეიდაშვილის საავტორო უფლებების გამო ფულს უგზავნის ხოშტარიას დედას ხო და ასე შემდეგ ოჯახს მე რაღაცა ეჭვმეპარება რომ ეგ მართლა განზრახით იყოს და როგორც აგენტებს ისე უგზავნიან მაგრამ ორი ვარიანტია მათ ხო მეტი არ არის ანუ ვინც ხარდამჭერები ხართ ორი ვარიანტია ერთი დემოკრატიული ქვეყანაა რუსეთი ძალიან დემოკრატიული რომელიც საავტორო უფლებებსაც კი იცავს და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია არ გამოუგზავნოს $50,000 და ასე შემდეგ იცავს მეორე ვარიანტია რომ აგენტია პირწავარდნილი ორი აზრი მან ხო არ არის მაგრამ ყველა შემთხვევაში ევროკავშირის დონისა მაინც არის იმიტომ რომ ეხლა ევროკავშირი რას გვეუბნება ანუ სად არის ჩვენ ხო ევროკავშირისაკენ თავის დროზე ეგრე გქონდა ტვინი გამოლაყებული მაგრამ დღესაც არის ნიშანწყალი დარჩენილი მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებით და არის სხვადასხვა ისეთი ორგანოები რომელიც იმას აკეთებენ რა ქვია არის ორგანიზაციები რომელიც ობიექტურ დასკვნებს აკეთებენ ხოლმე როგორც აი მაგალითად სასამართლო მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას და ამ ევრობიუროკრატიას ეს არის მთლად გახრწნილი უკვე პირდაპირ გვეუბნებიან ანუ ამ ერთ კაცს რო ეუბნებიან ეს ხო ჩვენ გვეუბნებიან ქართველებს გვეუბნებიან რასაც გვინდა ჩვენ თუ იმას გააკეთებთ მაშინ შენი კუთვნილი ფული შენ კუთვნილ ფულს ხო ანუ ჩვენსაც კი არაფერს არ მოგცემთ არა შენ კუთვნილ ჩვენსაც მოგცემთო ახლა რა არის ის რასაც ჩვენ გვინდა რომ გააკეთებთო მოდი კაი აღარ გადავტვირთოთ და ვიღაცამ რა თქოს რას გადაიკიდეთ ამომს და მაგალითად ხო ნუ ეს არის პირველი ამოცანა რა თუნდა ამას ლაპარაკი და წეღან უკვე ვისაუბრეთ მაგაზე ამიტომ ამას დრო აღარ დავკარგოთ ეხა უყურე რას გვეუბნებიან ხო ანუ გუშინ მაგალითად პარლამენტმა ევროპარლამენტმა მიიღო კანონი რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ყველა ქვეყანას დაავალა რომ თქვენ უნდა გაამკაცროთო ზედამხედველობაო თუ თქვა თქვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან ვინმე ორგანიზაცია დაფინანსდა რომელსაც შეიძლება გავლენა ქონდეს იმაზე რაც ჩვენ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონში გვეწერა ანუ თავებს იკლავენ რომ ეს გაამკაცრეთ სასწრაფო წესით და ასე ჩვენ რატომღაც ხო და ჩვენ გერმანიის ელჩი პირდაპირ გვეუბნება ისიც მე ერთი კვირის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს და იქ ჩორს აღარ მივდივარ ხოლმე კი ბატონო რახან ვერაფერ შედეგს ვერ მივახციეთ გქონდეთო ეგ გამჭირვალობის კანონი მაგრამ თქვენო მაგით ევროკავშირში ვერ შეხვალთო ამას გვეუბნებიან თვითონ იქ იღებენ კანონებს რაც შეიძლება მაქსიმალურად გაამკაცრეთო ხო გვეუბნებიან ანუ ეხა უყურე რას ეუბნებიან ქართულ ხალხსაც და ივანიშვილსაც ჩვენ რო გეუგებით ჩვენ ქვეყანაში კი მოდის საფრთხეები მაგრამ თქვენ ქვეყანაში რო საფრთხეება თვლით ეს თავი საფრთხეები გავს ჩვენა ვარ და ამიტომ თქვენი კანონი არ უნდა გქონდეთ ა სხვა რანაირად შეიძლება აღიქვა ის რომ მე ვაფინანსებ მარტა კონსი უმაღლესი წარმომადგენლები კომისარი რომ გამოვა და იტყვის რომ ჩვენო გზებს ვეძებთო იმისთვის ამ ყველაფრის ფონზე თავის ქვეყანაში ამკაცრებენ კანონებს რომ ვინმე არ შემოეპაროს რომ სხვა ქვეყანამ დააფინანსოს და თვითონ ანუ უტიფრობაშიც გარდიან რა არის შეურაცხყოფასაც გვაყენებენ უკვე რა ზევს ვეძებთო ფული მოგცეთო ხო მაგას რომ ამბობს იმის ნიშანია რომ ამ კანონებმა იმუშაო რომ უწესო აღიაროს და თან ნახე როგორ ხა იქო სახელმწიფო ხელისუფლება რაღაც კონტროლს ახორციელებსო და ჩვენო გზებს ვეძებ კი გავაორმაგებთ ახები მაგრამ გზებსო ვეძებთ როგორ მივაწოდოთ დავაფინანსოთ ახლა დალოცვილო აქამდე ხო იმას გეუბნებოდნენ რომ კეთილი ბიზნესისთვის გვაფინანსებდნენ თურმე და ჩვენს კეთილ დღეობაზე ზრუნავდნენ რა თუნდა ამას გზები ძებნათ აფინანსე და მოახმარონ იმას რასაც უნდა მოახმარონ ხო სინამდვილეში გვეუბნება რომ იქო ჩვენო სხვა ბიზნესისთვის გჭირდებაო რა ანუ აი ამას ხო დიდი ფილოსოფია არ უნდა ანუ კიდევ რა
აგერ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბატონებმა, რომ უნდა აღიარონ ერთსქესიანთა ქორწინება, უნდა ცნონ როგორც სამოქალაქო და რა არეგისტრირონ სამოქალაქო რეჟიმში. ამას სასამართლო გავალებს. ანუ ის რასაც აკეთებენ თვითონ პოლიტიკოსები, გეუბნებიან თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენ ჩვენი კეთილი ის გექნებათ რაღაცა კეთილად განვეწყობით თქვენს მიმართ. სხვა შემთხვევაში ყველანაირი უკანონო მეთოდებით შევეცდებით რომ მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა და რისი მიღწევა უნდათ კაცო. LGBT პროპაგანდა უნდა მუშაობდეს საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვისაც როგორ უნდა აფინანსებდნენ, ხელისუფლებას როგორ გინდა ისეცვლიდნენ და საბოლოო მიზანი მაინც საბოლოო მიზანი ის არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისათვის ნებისმიერ არ თვითონ უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში, ქართველები, ამ შემთხვევაში ხო ქართველებზე ლაპარაკობ. ნებისმიერ შემთხვევაში გამოგვიყენონ იმ თავიანთი მიზნებისთვის. ეხლა უყურე რასთან გვაქვს საქმე. ანუ ჩვენ ხო მარტო რაღაცა კეთილდღეობისთვის იმისთვის არ მივისწრაფოდით მაგალითად ევროკავშირში რომ ფულია იქ და ეკონომიკური განვითარება მეტი იყო აქამდე. ნუ ეხლა როგორ მდგომარეობაც არის, ამაზე ვისაუბრეთ, ხო? დღესაც ჩვენზე ძლიერად არის ჯერჯერობით წარმოდგენილები. ჩვენ ვიცოდით, რომ იქ იყო სამართლიანობის პრინციპი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რასაც ჩვენ მოკლებულები ვიყავით და ეს ერთიანობა გვიბიძგებდა იმისაკენ და სურვილი იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეც რაღაცნაირად გავრცელებული იყო და ეს ერთ კეთილდღეობა როგორც ასეთი, რასაც ვეძახდით, ხო? მარტო ფინანსები არ იყო ქართველისთვის, მარტო ფული არ არის კეთილდღეობა. კეთილდღეობა მარტო ფულისთვის, ვინც რას აკეთებს ფულისთვის, მოდი ამაზე არ ვთქვათ. ანუ თავი იყო ღირსება და ეს ყველა კომპონენტი. ეხლა მოდი ეს კომპონენტები ჩამოვთვალოთ. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი ფული დაუბრუნეთო და სად არის საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სად არის სასამართლოს აღსრულებისადმი უპატივისცემა, ხო? ერთი რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არავის არ აინტერესებს, სად არის კერძო საკუთრება, რომ თქვათ ვიღაცა იცავს ჩემს კერძო საკუთრებას, წეგა რომ ამბობდი, რომ აიქო რაღაცა, იმიტომ რომ უჩერებენო იმ თანხას რუსეთს, უკრაინას იმიტომ არ აძლევენ, რომ მე რა თქმა უნდა, ესეც დიდ გავლენას მოახდენს ერთიანობაში ჩვენ ნელ-ნელა ვანგრევთ ჩვენი ქვეყნის მეშვეობით იმ ბიუროკრატიულ რაღაცა სიდებილეებს იქ რო არიან სადაყავთ ნორმალური ჩამოყალიბებული ლიდერი რომელსაც იმისი ტვინი აქვს როგორ უნდა იმუშაონ საქართველოსთან ხო არა წარმოუდგენელია არც კანონის უზენაესობა არც საკუთრების უფლებას არავინ არ იცავს არაფერი ის რაც ჩვენ რაღაცა მიზნად ქონდა დასახული ანუ თუ ისინი შავად ფულის მიწოდებასაც არ ერიდებიან რას ნიშნავს ჩვენ ვეძებთ გზებს უტიფრად ეს არის შავად ფულის კონტრაბანდა ბატონო შენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ცემენ არა თავისას არ ცემენ თვით გამორკვევის უფლებასთან დაკავშირებით რაიმესთან დაკავშირებით პატივს ცემენ არ ცემენ არაფერს არ აკეთებენ საზარბაზნე ხორცად ჭირდებოდით და ყავთ უკრაინასაც ანუ გაგვწირეს დასახუპავად გაგვწირეს როგორ მაინტერესებს რა გვინდა იმ ევროკავშირში რაც ეხლა მე კრიტერიუმები ჩამოვთვალე აი ამის შემდეგ ხომ არ ვიფიქროთ ზოგადად რა გვინდა ამისთან ევროკავშირში ისლანდიამ იცით რა გააკეთა და საზოგადოება რას მიხვდა უყურეთ თავარი რა არის და ეს ძალიან კარგია ყველაზე კარგია რომ ჯერ შენი შრომით უნდა გააძლიერო შენი ქვეყანა ეკონომიკა სახელმწიფო ინსტიტუტები ამას რომ მოაძლიერებ და უსაფრთხოება ძლიერი გექნება მერე უნდა შეხვიდე ისეთ კავშირში სადაც არიან ძლიერი სახელმწიფოები რომლებმაც არ შეგჭამონ ჩვენაირი სუსტი სადმე რო შევა იქ რომ გლები არის ისინი აუცილებლად შეგჭამენ ისლანდიის შემთხვევა იყო 2008-ში თუ 2009-ში განაცხადი გააკეთეს ევროკავშირში და 2015-ში რომ მიხვდნენ რომ სისულელე იყო თვითონ თქვენს უარი და გამოიწვიეს თავისი განაცხადი მინიმუმ რა მიზეზების გამო იცი რომ მაგალითად შეზღუდვები დაუწესდებოდათ ისეთი ყველა სფეროზე საბანკოზე ყველა საბანკო სფეროს თავი დაანებე იმ ვაჭრობასთან დაკავშირებით თევზჭერასთან დაკავშირებით ისეთაც და კარგად თუ ხარ ევროკავშირის თავისი კრიტერიუმები ჰქონდა იმათ ჩვენ საკითხავი გვაქვს ანალოგიური მე ეს მაგალითად რატომ მოვიყვანე მოდი არ გადაღვინოზე და რაღაცებზე გადასვლა ანუ ისინი რო ცხოვრობენ ამ თევზჭერით
იქ უცებ უთხრეს რომ შენ ამდენს ვეღარ დაიჭერ, შენ ეს უნდა გააკეთო, თევზის ზომა უნდა დაარეგულო. ჩვენ ესე გჭირდება. ამ ხალხმა თქვა ჩვენ უამაყოსაც კარგად ცხოვრობთ, ამიტომ უარი განაცხადეს ამ ყველაფერს და შვენივრადაც ცხოვრობენ, არანაირი პრობლემები სულაც არ აქვს. ამასთან დაკავშირებით უნდა ვიფიქროთ და არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ აი რაღაცა, სადღაც არის ფული, ფულისკენ მიისწრაფიან უღიესი ადამიანები. არა, ფული. ვარ ღირსეული, ქვეყანა ღირსეული სახელმწიფო. მე მგონი მოსახლეობის ღირსებით იქით საითაც არის კეთილდღეობა და სამართლიანობა. მოსახლეობის სამართლიანობის გარეშე არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე, ხო? არ იქნება სამართალი, ოღონდ? ხო, არა, ჩვენ ხო არა ეგრეა. აი ხა ვიტყვით ამას რა. ჩვენ ხო ისე ვერ ვიცხოვრებთ ეხლა გავიარეთ. ეგ არის მარტინ ლუთერ კინგის ძალიან ცნობილი გამონათქვამი, არასდროს ამ იდიოტებს ეს არ ეკუთვნის და სხვათა შორის პირველად თქვა ცხონებულმა გია მაისაშვილმა ეს სააკაშვილის წინააღმდეგ. მეგობრებო, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შაბათს.